სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მრავალი საუკუნეა ქრისტეს ეკლესია ამ დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს უწოდებს. რა თქმა უნდა, ამას თავისი ისტორიული წანამძღვრები აქვს ამ დღესასწაულს. ხატთაყვანისცემის გამარჯვებას უკავშირდება მაშინდელ დასავლეთ რომის იმპერიაში. მაგრამ რა თქმა უნდა, მას გაცილებით ფართო მნიშვნელობა აქვს დღეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ხატთაყვანისცემის დოგმატი ერთგვარად შეჰკრებს იმ უმნიშვნელოვანეს ცოდნას, საღვთო დოგმატები რომ ქვია, რომელიც ღვთისაგან არის მოღებული, რამე თუ როგორც პავლე მოციქული ამბობს, დიდარს ღვთისმსახურების საიდუმლო, რამე თუ ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და აი ის რაც გამოჩნდა, იმის გამოსახვა ხდება შესაძლებელი. მართლმადიდებლობის სიდიადე, ანუ ღმერთის სწორად დიდების სიდიადე. მართლმადიდებლობა არის ფაქტობრივად ეს არის ქრისტეს ეკლესია, ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება დაწყებულია, რა თქმა უნდა, მაშინვე, როდესაც ღმერთმა აღთქმა მისცა ადამს, რომ მას გამოიხსნიდა თავის დროზე, დედაკაცისაგან ნაშობი იქნებოდა მხსნელი, ეს იცის წინასწარმეტყველება არის ძველ აღთქმაში. პირველი ორი შვილიდან, რომლებიც იყვნენ კაინი და აბელი, მართლმადიდებელი იყო აბელი. კაინი არ იყო მართლმადიდებელი, იმიტომ რომ აბელი სწორად ადიდებდა ღმერთს და მის მსხვერპლს ღმერთი იწირავდა. კაინიც გარეგნულად თითქოს იგივეს აკეთებდა, მაგრამ მის მსხვერპლს არ იწირავდა. ანუ აქ თავარი არის არა რელიგიურობა, არა იმდენად გარეგანი ფორმა, არამედ შინაარსი, რომელიც ამ ფორმას, რა თქმა უნდა, ქმნის, მაგრამ გარედან მოსულმა ადამიანმა შეიძლება ეს ფორმა მიიღოს და შინაარსზე თავის ცხოვრების წესით, თავისი სოფხედელობით უარი თქვას და ის შეიძლება იყოს ფორმით მართლმადიდებელი, მაგრამ გარეგნულად შინაგანად, გარეგნულად იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ შინაგანად ის შეიძლება არ იყოს მართლმადიდებელი. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ზეიმი იყოს ჩვენი ზეიმი, ჩვენ უნდა ვიყოთ მართლმადიდებელნი, ანუ სწორად შემწირველი მსხვერპლის აღწინაში ღვთისა და ჩვენი მსხვერპლი არის სულიერი და სიტყვიერი და გულისმიერი და უნდა ვიყოთ აბელივით სწორად შემწირველი და არა კაინივით. და თუ ჩვენ გვინდა რომ მაინც უფრო ვიწროთ, რაღაც ერთ სიტყვაში გამოვხატოთ ეს რას ნიშნავს, ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების კონცენტრირება იესო ქრისტეზე. იესო ქრისტეს შემეცნება, იესო ქრისტეს შეცნობა, იესო ქრისტეს სადმე ერთგულება, მისი დანახვა, გაყოლა, მის და მიერთგულება საბოლოო ჯამში, მის და მის სიყვარული. თავგაწირული სიყვარული. მისით რომ ხარობს ადამიანი, მისით რომ ზეიმობს ადამიანი. გესმით? აი ეს ქრისტეს მარტივი გახსენებაც კი საკმარისი რომ არის, რომ ჩვენი შინაგანი სამყაროს სიხარული კონდეს. და არა მარტო სიხარული, რომელიც ჩვენი შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს ყოველთვის, არამედ მხიარულებაც კი, როცა სიხარულს, რომელიც ჩვენ შიგნით გვაქვს, ვერ ვიტევდეთ და ის თვალებიდანაც უნდა ასხივებდეს, ჩვენს ხმაშიც უნდა ეტყობოდეს, ჩვენს ურთიერთობასაც უნდა ეტყობოდეს და ასე შემდეგ. დღევანდელ საკითხავებში სწორედ აი ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მართლმადიდებლობა, რომ კონცენტრირებულია ქრისტეზე, სწორედ ეს ჩანს დღევანდელ საკითხავებში. გახსოვთ, ვკითხულობდით დღეს, აი თქვათ, როგორ გამოირჩევს უფალი მოციქულებს. ფილიპეს დაინახავს და ეტყვის წამომყვები. და მერე ფილიპე მიდის ნათანაელთან და ასე შემდეგ. ანუ თითოეულ ადამიანთან, რომელთანაც ქრისტე მიდის და თითოეული ადამიანი, რომელიც ქრისტეს ემოწაფება, ეს არ არის უბრალოდ გარეგანის შეხვედრა. და ეს ძალიან კარგად ჩანს დღევანდელ საკითხავში. ვთქვათ, თუ არ ჩანს მაინდა-მაინც ფილიპესთან გამომყევი, მე და ფილიპე მიყვება და კითხვა ჩდება, რატო მიყვება? რატო? თან ეს გაყოლა ხო ხვდებით, რასაც ნიშნავს. ეს გაყოლა არის, აი ვთქვათ, მაგალითად პეტრესა და იოანესა და იაკობის მაგალითზე, რომლებიც მეთევზეები იყვნენ, ყველაფერი დატოვეს და გაყვნენ.
ესე მარტივი ხო არ არის ხა აბა მიდი გაყევი ხა და ყველაფერი უნდა დატოვო რაც გაქვს ყველაფერი უნდა დატოვო ყველაფერზე უარი თქვა და გაყვე ესე ადვილი ხომ არ არის ხო და რა ხდებოდა ამ ადამიანებში და ზოგ შემთხვევაში ეს ახსნილია ზოგ შემთხვევაში ეს ახსნილი არ არის აი მაგალითად ნათანაელთან ახსნილია ფილიპე მივა ნათანაელთან და ეუბნება რომელი იგი დაწერა მოსეს ჯულსა და წინასწარმეტყველთა ვპოვეთ იესუი ძე იოსებისი ნაზარეთი აქ კარგად ჩანს რომ რელიგიური ადამიანები მორწმუნე ადამიანები არიან ესენი იცნობენ წმინდა წერილს მათ იციან რომ ნაწინასწარმეტყველებია რომ უნდა მოვიდეს ეს წინასწარმეტყველებას იციან და ისიც იციან რომ ბეთლემიდან უნდა მოვიდეს და არა ნაზარეთიდან ამ წუთში ეს არ იცის ნათანაელმა თუმცა რა თქმა უნდა ქრისტე ბეთლემში დაიბადა ის წინასწარმეტყველება რომ ნაზარეველ ეწოდოს ეს რაღაც ისეთი წინასწარმეტყველებაა შეიძლება გცოდნო და შეიძლება არ ცოდნო და მაგრამ ბეთლემიდან რომ უნდა დაბადებულიყო ეს კი ამიტომ ნაზარეთში ცხოვრობს რაღაც ისეთ ქალაქში სადაც სოფელში სადაც აი ყველაზე რაღაცას უკიდურეს პროვინციაში და ამიტომ მეუბნება რომ თქვა მას ნათანაელ ნაზარეთით შესაძლებელი არის კეთილისა რაისამე ყოფა ანუ ეს გამომეზიებელი კაცია ბრმად არაფერს არ იღებს ასეთი ადამიანმა რომ ქრისტე დაინახოს ძალიან რთულია ის ყველაფერს ჩაეძიება ბრმად არაფერს არ მიიღებს გესმით ძველი აღთქმის წარმომადგენელია და ფილიპე ძალიან მოკლედ ეუბნება მოვედ და იხილე აი ეს მოვედ და იხილე ანუ ჭეშმარიტები მაგრამ ხო რა აქვს ნათანაელს ჭეშმარიტების მაძიებელია ამიტომ როცა ეუბნებიან მოვედ და იხილე ის მიდის და ნახულობს ანუ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიან მართლმადიდებლები და ვზეიმობდეთ არა მარტო დღეს არამედ ყოველთვის ანუ სწორად მადიდებელი ღვთისანი რო ვიყოთ ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანები რო ვიყოთ და მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტე კონცენტრირება ქრისტეზე ეს რო იყოს ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ უნდა ვიყოთ მაძიებელნი ჩვენ უნდა ვიყოთ მარადისობაზე მოფიქრალნი რელიგიური რო არ დავარქვა აი მარადისობაზე მოფიქრალი ასე რო ვთქვა ჩვენ უნდა ვიყოთ წმინდა წერილის მოყვარულნი გამომეძიებელნი მწოდნენი ეს ყველაფერი თვისებები აქვს ნათანაელს როგორც ხედავთ აგერ და თან მაძიებელი თან ინტერესის სფეროა მასში მოვედი ხილე წავიდა ნახულობს ეხლა ხედავთ როცა ნათანაელი მიდის უფალთან უფალი რას ეუბნება აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი რომლისათვის ზაკვა არ არის უფალი ახასიათებს ხმამაღლა ეს ესმის ყველას და გვესმის ჩვენ ზოგ შემთხვევაში უფალი არ ახასიათებს ადამიანს ეთყვის გამომყევი ზოგ შემთხვევაში ახასიათებს ხმამაღლა ალბათ იმიტომ რომ ჯერ ერთი არ დააზიანებს ერთგვარი ქება ამ შემთხვევაში ნათანაელს მეორე ხრი ჩვენ გასაგონად იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა 2000 წლის წინ ქრისტესა და მის მოწაფეებს შორის ის ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ უნდა გავითავისოთ ის ჩვენათ უნდა იქცეს ის ჩვენ გვეხმარება რაც დაიწერა ჩვენს სამოძღვრებლად დაიწერა როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს და ამიტომაც ეს უფლის დახასიათება ძალიან მნიშვნელოვანია ანუ რატო ხდება მართლმადიდებელი ანუ ღმერთის სწორად მადიდებელი ნათანაელი რატო ხდება მართლმადიდებლობა ამ შემთხვევაში არა თანამედროვე თეოლოგიური ტექნიკური გაგებით როგორც რა თქვა ვიღაცისთვის არა ჩვენთვის მაგრამ ვიღაცისთვის რაღაც კონფესიური რაღაცა სახელდება არა მართლმადიდებლობა როგორც ღმერთთან სწორი ურთიერთობა როგორ შედის ამ სწორ ურთიერთობაში ნათანაელი რა თვისებები აქვს მას ჩამოვთვალეთ და კიდევ ერთი დაემატა არ არის მზაკვარი არა რას ნიშნავს არ არის მზაკვარი უბრალო ადამიანია გულღია ადამიანია ორგული ადამიანი არ არის არა აქვს რაღაცა ვერაგობები, მსაკრობები, დაფარული, გესმით? ხო არის ადამიანი, ანუ ადამიანი რომელიც გულწრფელია, რომელთან მეგობრობა საინტერესოა, რომელიც სანდოა, რომელსაც არ უყვარს ღალატი და ასე შემდეგ. ანუ მზაკვარი არ არის და ეს ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა. იმიტომ რომ დაცემულ ბუნებაში ყველაფერი ცუდია და ჩვენში არის მზაკრობა. ის როგორც ნათანაელში იქნებოდა, მაგრამ ადამიანს ხომ აქვს სინდისი. და მithumetes ადამიანი რომელიც მარადილ სიცოცხლეზე ორიენტირებულია ის სინდისის მიხედვით ცდილობს ცხოვრებას და ადამიანი რომელიც სინდისის მიხედვით ცდილობს ცხოვრებას მეტნაკლებად აუმჯობესებს საკუთარ მდგომარეობას და იმას მაინც მოახერხებს რომ უბრალოდ მზაკვარი არ იყოს და რელიგიურობაში არ სულიერ ცხოვრებაში არ შეიტანოს ეს მზაკრობა თორე ჩვენ შეგვაქვს აი გუშინაც გეუბნებოდით გახსოვთ როგორ ვახერხებთ რომ ვართ აღსარებლები, მაზიარებელი, იესოს სახელის მომხმობნი და
სახარების საწინააღმდეგოდ ყოფნი და მაცხოვრებელი და ღვთისნების არ გამომეძიებელნი, აი ნათანაელი რო ეძიებს, ღვთისნების გამოძიება რას ნიშნავს? ეს ქრისტეს ძიებაა. ქრისტეს ძიებაა ეს. იმიტომ რომ თუ შენ არ გაინტერესებს მისი ნება, ქრისტე არ გაინტერესებს. აი ადამიანთა ურთიერთობებშიც ესე არ არის, მეგობრებს შორის, დედმამიშვილებს შორის, მრევლის წევრებს შორის, ცოლ-ქმარს შორის. შენ თუ არ გაინტერესებს, შენს გვერდზე მყოფი მოყვას რა უნდა და რა აინტერესებს. რასაც მისი ნება რა არის თუ არ გაინტერესებს, თქვენი ურთიერთობა როგორ შედგება საერთოდ? ხო სწორია? ანუ ფაქტობრივად ნება არ გაინტერესებს, თლიანად არ გაინტერესებს. შენთვის ის სარიელი ადგილია. გესმით? და თუ ღვთისნება არ გვაინტერესებს, როგორ ავთქვა, რომ ღმერთის ჩვენთვის სარიელი ადგილია მეთქი. მაგრამ ასე გამოდის. ხო და აი გუშინ გითხარით ზუსტად, რომ როგორ ვახერხებთ ხანდახარ, რომ ყველაფერს ვასრულებთ გარეგნულად და ღვთისნებას არ გამოვიძიებთ და ეგ ერთი და თუ გამოვიძიებთ კიდევაც და არ ვასრულებთ. ხანდახან აი როგორ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, რომ უნდა მიუტევო, რომ ეზიარო, ეს არის აუცილებელი პირობა. და არ მიუტევებ და ეზიარებ, ეს ხო პირდაპირ ზედაპირზე დევს, რომ ასე ამის გაკეთება არ შეიძლება, არაფრით და მაინც ასე რატო ვაკეთებთ ხოლმე? ეს ხო ჩვენ მიაზე მიანიშნებს, რომ აი ეს უზაყველობა, რაც ნათანაელს ჰქონდა, უზაყველობა ჯერ არ მოგვიპოვებია ჩვენ, გესმით? და მზაყვრობთ ვისთან თან? ღმერთთან. აი ეს არის, ამიტომ ეს მზაყვრობა არ არის, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება. საიდან მიცნობ მე? და ეხაც ნახეთ, მე ადრე ყოველთვის ამას მიგანიშნებთ ხოლმე, რომ უბრალო ადამიანი რო არის და ურთიერთობაში, უბრალო ადამიანის ერთ-ერთი თვისება რა არის? იცით, ურთიერთობაში მარტივია მასთან ურთიერთობა. არ ხლართავს რაღაცებს, გესმით? ამიტომ იმას კი არ დაიწყებს, რომ არა კაცო, ეხლა მე რომელი უზაკველი და მე ცოდვილი ვარ და რაღაც ასე კი არ დაუწყია. საიდან მიცნობ? ანუ წაყვა დიალოგში, ანუ ის უზაკველი რო ხარო, არ დაუწყია არა კაცო, არა ვარ, სრულ თავდაბლობა რასაც ქვია. წაყვა ამ ურთიერთობებში უბრალო არ შეაწუხა, არ შეავიწროვა ქრისტე. დისკომფორტი არ შეუქმნა, შეაქო, მიიღო ეს ქება. საიდან მიცნობ ეუბნება? გესმით? იმიტომ რომ ხანდახან ადამიანს მე მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ ადამიანს რაღაცა ყაის რო გააკეთებს, ხო, რაღაცა მოგეწონება და შეაქებ და წაუკითხია იმას კიდე, რომ ქება ცუდიაო და ისე შემოგიტევს, რას მაქეფო, რომ ბოდიშების ხდა გიწევს მერე და აბა ეგ რა ნორმალურია, გესმით? ეგეთი შემთხვევები მქონია ხოლმე და მერე წუხდები და ესეც ხოთაშორის ერთ-ერთი მიზეზი, აი ესეთი უხეშობისა ასეთ დროს არის ტრადიციისგან მოწყვეტილობა. ის წმინდა მამები, რომლებიც აი ბერძნულ კულტურაში იყვნენ და ჩვენ მათ ვკითხულობ და გვასწავლია, რომ ქება რა მავნებელია პირში ქება ადამიანისათვის, ამავე დროს იმავე კულტურაში, იმავე წმინდა მამების მიერ, რომელიც ტრადიცია დღესვე ცოცხალია, უნდა განახათ როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, როგორ აქებენ ერთმანეთს, როგორ უყვართ ამ სიყვარულს, როგორ გამოხატავენ, როგორ პატივს სცემენ ერთმანეთს. ეს იმდენად არის არა ის, რომ აი შენ გაქებ რო თავში აგივარდი, არამედ გამოხატავ პატივისცემას შენ როგორც ღვთის ხატი და მსგავსის მიმართ, გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ეს უბრალოდ ეუბნება, რომ საიდან მიცნობ და გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები, პირველ ფილიპეს ხმობამდე იყავრა შენ ლეხვსა ქვეშე გიხილე შენ. ანუ ეს იყო კავშირი ნათანაელსა და ღმერთს შორის, რომელიც მხოლოდ ღმერთმა და ნათანაელმა იცოდა და ამ დროს უფალი ეუბნება, რომ მე შენ გიხილე. ესე იგი გამოდის, რომ ის ვისთანაც ჰქონდა კავშირი ნათანაელს, ის მის წინაშე დგას როგორც ადამიანი. და ამიტომ იცნო. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საკრალურობა, საიდუმლოება ღმერთთან შეხვედრისა, რომელიც ჩვენ გულში აღესრულება და მართლმადიდებლობის საფუძველთა საფუძველი, რის შემდეგაც ადამიანი ხდება ქრისტიანი, არის ის, რომ ადამიანი შენახვედრია ქრისტეს თავის საკუთარ გულში. და ამის შემდეგ თაყვანს სცემს, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა და რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება, ზოგისთვის დამთავრდა ხოლმე აქ ქრისტიანობა. მოდის ეკლესიაში შეიძლება, მაგრამ იმის მერე აღარაფერი აღარ კეთდება. არა და ამ დროს იწყება, ამ დროს კი არ მთავრდება, ამით იწყება. ტექსტში ჩანს, ამინ გეტყვით თქვენ, ამიერიდან იხილეთ სანი განხმულნი, მანამდე ეუბნება, რომ მე გითხარი ლეხვსა ქვეშე გიხილე გწამს და მირწმუნებე. ანუ ჩვენი შეხვედრა რომ მოხდა, ხო, ის საიდუმლო მირწმუნე. ეხლა უფრო ისა ამათსა იხილო, ანუ ეხლა იწყება შენში ეს საიდუმლო ცხოვრება, რასაც ქრისტიანული ცხოვრება ქვია
და იხილეთ ცანი განხმულნი და ანგელოზი ღვთისანი აღმავალი და გარდამომავალი ძესაზე და კაცისას ეს ნიშნავს რომ ცა გახსნილია შენთვის ანგელოზები გარდამომავალი ეს ნიშნავს რომ საღვთო ცოდნა მოგემატება და მოგემატება უსასრულოდ და საღვთო ცოდნა როცა სწორე საღვთო ცოდნა გეძლება ეს უპირველეს ყოვლისა ვლინდება იმაში რომ შენ აღიჭურვები ქრისტეს დარითვისებებით, თავდაბლობით, მორჩილებით, მოწყალებით და ასე შემდეგ. და აი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს რომ ის ადამიანები რომლებიც ქრისტეს დროს არ იყვნენ დაბადებულნი როგორები იყვნენ რომ რის გამოც იწოდებიან მართლებად და რის გამოც მე ისინი აღმოყვანილი იქნენ ჯოჯოხეთში როცა ქრისტე ჯვრისა მიერ ჩავიდა ჯოჯოხეთში ამოიყვანა მართალთა სულები და ანუ ცხონებისთვის გამზადებულები და რატო ანუ პოტენციური ქრისტიანები რომლებიც პრინციპში ქრისტემდე იყვნენ ქრისტიანები და ქრონოლოგიურად იყვნენ აცდენილი მაგრამ მაგას პრინციპული მნიშვნელობა ღმერთთან არ აქვს რა თვისებებს ატარებდნენ ეს ადამიანები და პავლე მოციქული ესე ამბობს მოსეს ახასიათებს ქრისტესათვის გმობა უფრო დიდ სიმდიდრეთ მიიჩნია ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე არ დაგვავიწყდეს მოსე ვინ არის მოსე ეგვიპტეში ფარაონის შვილის გაზრდილია და ფაქტიურად ფარაონის მეგობარია ანუ გესმით ეს რას ნიშნავს უზარმაზარი იმპერიის ხელისუფალთა ოჯახის წევრია უზარმაზარი შესაძლებლობებით უზარმაზარი სიმდიდრით შესაბამისი განათლებით ანუ წარმოიდგინეთ და ეს ყველაფერი წამის ყოფაში გაცვალა უბრალოდ წყემს ის წყაპუჭი გადაიწვა წავიდა ჯერ დევნილობაში იყო იმიტომ რომ დაიწყო და თავის ხალხის დაცვა დაიწყო ის ფაქტობრივად არც გაზრდილა ესე იუდაურ გარემოში ხო და როგორი ქრისტიანია პოტენციური და ნუ ფაქტობრივად ქრისტიანი მოსე იმ გაგებით რომ ქრისტემდე ქრისტიანი ქრისტეს შეცნობის უნარის მქონე სული აქვს და რატო იმიტომ რომ ქრისტესავით გმობა თავის ხალხისათვის თავს უწირავს უფრო მეტ დიდ სიმდიდრეთ მიიჩნია ვიდრე მთელი ეგვიპტის სიმდიდრე ანუ ადამიანი ერთ-ერთი თვისება მართლმადიდებელი რო იყო ეს არის თავგანწირვის უნარი და მიწიერი კეთილდღეობის გაცვლა ჭეშმარიტებაზე. და ამავე დროს აგზელებს მე პავლე მოციქული, რადგან ხედავდა საზღაურს, ეს საზღაური ანგარების გაგებით კი არ არის. ეს არის მარადისობის ხედვა. ანუ ორიენტირებული, მოსე არის ადამიანი ორიენტირებული მარადისობას. მისთვის ეს ცხოვრება არ თავდება ამ ქვეყნიური ყოფიერებით. გესმით, აი ეს თვისება მარადისობაზე ორიენტირებულობა და თავგანწირვის უნარი მოყვასისათვის. აი ეს თვისებები აქვს მოსეს, რომ შეიძინოს თვისება, რითაც ის ქრისტეს შეიმეცნებს. და მე ჩამოთვლის პავლე მოციქული გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები, მოსეს მსგავსად რამდენი არის, მე რაღაც ნაწილი ამოვიღე სხვებმა, რომლებიც ასეთები იყვნენ, თავგანწირული და მარადისობაზე ორიენტირებულნი, ქრისტეს შემეცნების უნარის მქონენი. და ჩვენ სანამ ქრისტეს შევიმეცნებდით თუ შევიმეცნებთ და თუ არ შეგვიმეცნებია და უბრალოდ რელიგიურად ვართ აქ, სანამ ქრისტეს შევიმეცნებთ, ეს თვისებები უნდა გქონდეს, ვიყოთ მარადისობაზე ორიენტირებულნი, ანუ აქ მოვდივართ არა იმიტომ რომ აქაური პრობლემები მოვიგვაროთ. მოსეს მოგვარებულიც ქონა და იმის იქეთაც. მან ეს ყველაფერი უარყო, წმინდა გიორგის მოგვარებული ქონა და იმის იქეთაც. წმინდა იონე ოქროპირი კონსტანტინოპოლის იმპერიის დედაქალაქის პატრიარქი იყო, მოგვარებული ქონდა ამ ქვეყნიური პრობლემები და იმის იქეთაც და ყველაფერი უარყო ქრისტესთვის, გესმით? ყველაფერი უარყო ქრისტესთვის. და ჩვენ ხშირად აქ მოვდივართ, იმიტომ რომ ამ ქვეყნიური პრობლემები მოვიგვაროთ. ის რაც უნდა უარყო, იმის მოსაგვარებლად მოვდივართ. და უარყო არა პრინციპულად, ეხლა პატრიარქობა ხო არ უარყო, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დადგა, მისთვის ქრისტე იყო ყველაფერი და ასე იყო მოსეს შემთხვევაშიც და წმინდა გიორგის შემთხვევაშიც და ასე შემდეგ.
და ასეთები არიან და თვისებებში კიდე რა არ და ჩამოთვლის პავლე მოციქული როგორები არიან ასეთი ადამიანები. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი ბორკილები და დილეგი, იყვნენ ჩაქოლინი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირული, ცხესა თუ თხის წყავებით მოარული, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვიხილულნი, უდაბნოებსა თუ კლდეღრეში მოხეტიალენი, ღვიმებსა და ნაპრალებს შეფარებულნი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყანა, ამ შემთხვევაში ქვეყანა მთელი სამყარო, მთელი კაცობრიობა ამ ადამიანების ღირსი არ არის, ესენი არიან ის დრიტა, რის გამოც ღმერთმა სამყარო შექმნა. ყოველ მათგანს და როგორები იყვნენ ახლა ესენი? სულელები კი არ იყვნენ და მაზოხისტები კი არ იყვნენ. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით. აი ის მოწმობა იყო, რის გამოც ამ სოფელმა მოიძულა ისინი. და მათ შესაბამისად ეს სოფელი მოიძულეს, იმიტომ რომ ეს სოფელი ცდილობდა, რომ ეს კეთილი მოწმობა აღმოეფხვრა და ამოეშანთათ მათი გულიდან და ისინი ამას არ თმობდნენ. რა იყო ეს კეთილი მოწმობა? ქრისტეს ცნობის და შემდგომ მისი ერთგულების უნარი და სიყვარულის უნარი. ეს ადამიანები არსად არ წასულან, მსგავსი ადამიანები, მართლები, მე ახალი აღთქმის წმინდანები, არსად არ წასულან. ისინი კვლავ ეკლესიაში არიან, ოღონდ ზეციურ მუზეუმი ეკლესიაში და ამიტომ პავლე მოციქული და ჩვენი მეოხნი არიან ისინი. და ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენი მრავალი მოწმე. ანუ ეს მართლმადიდებლობის ერთ-ერთი თვისება, რომ ამ ყველაფერში მარტო კი არ ახარ. ღრუბელივით გახვევია ესოდენ მრავალი მოწმე. რა მოწმე? თავის ცხოვრების წესით დაამოწმეს, რომ დიახ, იესო ქრისტე არის ღმერთი. აი ეს მრავალი მოწმე გვახვევია ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩვენ და ისინი ხო ძალიან დიდები და ჩვენ ესე უბადროყნი, მაგრამ ერთი სხეულის ნაწილი ვართ, ჩვენში ერთი სისხლი ჩქებს, ჩვენში ერთი სული ჰგიებს. რადგან ესე ვართ, ამიტომ ხნეთ ვართ და ამიტომ პავლე მოციქული გვეუბნება, ჩამოვიშოროთ ამიტომ ყოველგვარი სიმძიმე და ხელფეხ შემკვრელი ცოდვა, მოვიძულოთ ცოდვა. აი ამ დიდებულებაში ვართ. ცოდვა, რომელიც ქრისტეზე უარის თქმას ნიშნავს, მოვიძულოთ და მოთმინებით, მაგრამ ამ ყველაფერს ბრძოლა ახლავს თან. და ხედავთ ხო როგორი მებრძოლები იყვნენ, ამიტომ ჩვენს გარკვეული ჩვენი წილი საბრძოლველი გვაქვს და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდება, იმიტომ რომ ეკლესია უკვე გამარჯვებულია. იმიტომ რომ ისინი მუზეუმი ეკლესია რო არსებობს, უკვე ეკლესია გამარჯვებულია, ჩვენ მათი ნაწილნი ვართ. და ეს რომ გაგვიოლდეს, პავლე მოციქული გვახსენებს რაზე ვიყოთ კონცენტრირებული და როგორ თვალი მივაპყროთ იესოს რწმენის წინამძღვარს და სრულმყოფს. წინამძღვარიც არის მუდმივად, მოძღვარია ჩვენი იესო ქრისტე. და სრულმყოფი გვასწავლის, სრულყოფილებაში შევყავათ. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავი და არ მიგხდოდათ სული სიმხნევე, ანუ ყველა უფალზე ფიქრს გვეუბნება. და თუ ჩვენ მაინც სადღაც წავიწუნებთ, რომ კი, მაგრამ ვცდილობ, მაგრამ რაღაცა არ გამომდის, რომ ჩემში უქრისტეობა, ანუ ცოდვა დავამარცხო, რაღაცა ვერა და ხშირად მოდიხარ და ამბობთ ხოლმე, რომ აი ისევე ეს მემართება, ისევე ესე. მე გეუბნებით ხოლმე პასუხად, რომ საკუთარ თავზე იძულება, სასუფეველი ცისა რო იძულების, არავის არ გაუქმებია. და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე არ ახდენს იძულებას, რომ ცოდვა დაამარცხოს, ასეთი ადამიანები იწყებენ მერე წუწუნებენ, ვაი ვერ შეძელი, ისევ ესე დამემართა, ისე წუწუნებენ, იმიტომ რომ საკუთარ თავზე იძულებას არ ახდენენ. და არათუ იძულება და პავლე მოციქული უფრო მკაცრად ამბობს. სისხლამდე რატო ვერ ამარცხებთ? ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. ნახე, როგორ სიტყვებია. სისხლამდე ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. აი ამგვარი იძულებაზეა საუბარი, ოღონდ მე ეს იძულება გადადის უფლისადმი სიყვარულში და ჩვენი ცხოვრება მთლიანად განათდება ღმერთით, რომელიც შორს კი არ იქნება, არამედ ჩვენში იქნება. ამინ. აი ეს არის მართლმადიდებლობა და ასეთი ადამიანი, რომ სულ ზეიმობს, თავისთავად ცხადია უკვე და მისი ცხოვრება ერთით ზეიმად იქნება გადაქცეული. შეგვეციოს უფალი ამინ, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.